მე ვარ ციცი აბჟანდაძე, Smart აკადემიაში IT ბიზნეს ანალიზის ლექტორი. მე ვარ სოფო კაჭკაჭიშვილი, ციცის საყვარელი სტუდენტი. ოკეი, ეხლა დაგესვა პირველ კითხვას. განვლილი მასალიდან, რომელიც კურსში გავიარეთ, რა თქმა უნდა, რა იქნებოდა შენთვის პრაქტიკაში ყველაზე მეტად გამოყენებადი? ჩემს კარიერაში და პროექტების მართვის პერიოდში ყველაზე ხშირად ვხდები ხოლმე ბუნდოვანებას და ბიზნეს ანალიტიკოსის ტექნიკები, მოთხოვნების შეგროვება, დამუშავება, use case-ები, აი ამ ყველაფრის გაქრობაში ძალიან დამეხმარებოდა. ოკეი, მადლობა. რომელი უფრო საინტერესო პროცესია? ბიზნეს ანალიტიკოსი რო ხარ უკვე თუ ბიზნეს ანალიტიკოსის კურსს რომ ასწავლი? სად დავრჩევ მოშავარი? ოკეი. ორივე საინტერესო არის ჩემთვის და იმიტომ որ IT ბიზნეს ანალიტიკოსი, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო და გამოწვევა ის რომ ადამიანებს ასწავლო და გახდნენ ისეთი პროფესიონალები პირობითად როგორც შენ ხარ. სოფო, რას ფიქრობ, რა არის გამორჩეული ჩვენს კურსში? ლექტორის გარდა. ზოგადად ამხელა გამოცდილების 3 თვეში ჩატევა ან ამხელა გამოცდილების 3 თვეში ათვისება ძალიან რთულია, მაგრამ ამ მთლიანი პრეზენტაცია იმდენად ლოგიკურად არის დალაგებული თავიდან ბოლომდე და შინაარს იმდენად კარგად მივიყვება დინამიურად ერთმანეთს, რომ გინდა თუ არა შეგესწავლება მაინც და ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი მთლიანი კურსიდან ისევ იყო ის, რომ რო გვახედებდი შენს რეალურ სამუშაოში და პროცესებში, აი ექსკურსიაზე რომ მიყავს ხოლმე ბავშვები, ისე მივიდიოდით ხოლმე და ვნახულობდით ამას და ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი. მადლობა. და ჩემი ბოლო კითხვა არის, რა განასხვავებს ჯგუფებს, რომლებთანაც ჩაგიტარებია ეს კურსი? მადლობა, სოფო, ძალიან კაი კითხვაა. Smart აკადემიაში ამ კურსს ვატარებ ბოლო 3 წელია დაახლოებით და ამ დროის განმავლობაში ბევრი ჯგუფი მოსულა და წასულა, ასე რომ ვთქვათ. ერთმანეთს არც ერთი კურსი არ გავს ფაქტობრივად, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კურსებში იღებენ მონაწილეობას ადამიანები, ანუ ინდივიდები, თავისი გამოცდილებით, თავისი მოსმენის კულტურით, თავისი კომუნიკაციის უნარებით, თავისი აღქმის ან გააზრების უნარებით. ამის გარდა, ყველა კურსი შეიძლება იქიდან გამომდინარე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუ ლექტორი თვითონ რას გადის პროფესიაში. Smart აკადემიის და ჩემი, ასე რომ ვთქვათ, ღირებულებების თანხმეტრა ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ ამ პროცესის განმავლობაში, რაც დავიწყეთ IT ბიზნეს ანალიზის კურსი, ბევრჯერ განიცადა კურსმა მოდიფიკაცია. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზრის ტენდენციები, მოთხოვნები იცვლება და ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ისეთი ადამიანები ისეთი უნარებით და ინსტრუმენტებით გავუშვათ კურსიდან რეალურ ბაზარზე, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ ყველა რესურსის ათვისება და თავიანთი თავის რეალიზაცია. იდეალური პასუხია. მადლობა, მეტი კითხვა არ მაქვს. მიხარია რომ ამ ფორმატში ჩავხდით ერთმანეთს და მოვჭით.